მუხროვანის ეგრეთ წოდებული ამბოხის უცნობი დეტალები მეცხრე არხს ოფიცრები და კაპრალები მათზე განხორციელებული ზეწოლის შესახებ უყვებიან. Როგორ მიიღო შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღიარებითი ჩვენებები 3 წლის წინ. მუქარა ოჯახის წევრებზე დაშინება ბავშვების ფოტოებით, ცემა იარაღის ტარით, ფეხებში სროლა. დაკავებულ სამხედროებს ასეთ პირობებში მოუწიათ მუხროვანის ამბოხებაზე ხელის მოწერა. ჯარისკაცებს პოლიციისა და თავდაცვის სამინისტროების მაღალჩინოსნები პირადად უსწორდებოდნენ. მათ გვარებს სამხედროები სასამართლოში დაასახელებენ. კაპრალი დავით ოქრუაშვილი ერთ-ერთი იყო იმ 10 ჯარისკაც შორის, რომლებიც 2009 წლის 5 მაისს მუხროვანიდან სახლში დაბრუნებისას დააკავეს. იგი იხსენებს, რომ 10-ვე მათგანს მაღალჩინოსნებმა ჯერ პისტოლეტის ტარები ურტყეს, შეშინების მიზნით ესროლეს და შემდეგ თანხმლებ პირებს სასტიკად აცემინეს. დავით ოქრუაშვილი მზად არის ამ მაღალჩინოსანთა გვარები სასამართლოზე დაასახელოს. ამ ყველაფერს ვიტყვი, დავასახელე მაღალჩინოსანს სასამართლოზე, როცა შედგება ეს ყველაფერი გამოძიება დაიწყება, ვიტყვი სასამართლოზე ყველაფერს ვინ ცემა, იმ მაღალჩინოსანის სახელსა და გვარს ვიტყვი. ვლადიმერ გულიკაშვილი მუხროვანის ჯავშან სატანკო ბატალიონის მეორე სატანკო ასეულის მეთაური იყო. 2008 წლის 8 აგვისტოს ცხინვალის ცენტრში მის ტანკს 5 ჭურვი მოხვდა. ცეცხლმოკიდებული საბრძოლო მანქანის დატოვების შემდეგ კი გულმკერდის არეში დაიჭრა, რისთვისაც მოგვიანებით მხედრული მამაცობისთვის ორდენით დააჯილდოვეს. გულიკაშვილი იხსენებს, რომ მუხროვანის საქმეზე მას აღიარებითი ჩვენებისთვის ოჯახის წევრების ლიკვიდაციით ემუქრებოდნენ. არ მიცოდი ჩვენებას მათ სასიკეთო საჭიროთ. ესეც კი მითხრეს, შვილი გიყვარს? და ჩემგან ასეთი პასუხი იყო, შვილი ვის არ უყვარს? ხო არა, ჩვენი გითხარით და დანარჩენი შენიცი. მუქარაზე საუბრობს კიდევ ერთი გამოცდილი ტანკისტი, სატანკო ასეულის მეთაური კაპიტანი ილია ღამბარაშვილი. თუ ხელსაყრელ იმათვის ხელსაყრელ ჩვენებას არ მიცემდი, ოჯახის წევრს დააპატიმრებდნენ და ასე შემდეგ. რეინჯერთა ბატალიონის სერჟანტი გოჩა ყველაიძე მოდულის შენობაში დაკითხვის დეტალებს იხსენებს. სურათი დამიდვეს ბავშვის, მითხრეს თუ მოაწერ ხელს თავიანთი ხელსაყრელს ჩვენებაზე, მოვაწერ თუ არა და ბავშვის ლიკვიდაციაზე მემუქრებოდნენ. დადგმულ სპექტაკლს უწოდებს 2009 წლის მაისის მუხროვანის ეგრეთ წოდებულ ამბოხს რეინჯერთა ბატალიონის შტაბის უფროსი ზაზა მუშკუდიანი. მე მგონია ეს არის უნიჭო სცენარისტების მიერ დადგმული ძალიან ცუდი სპექტაკლი, რომელსაც სამწუხაროდ შეეწირა უამრავი ხალხის თავისუფლება, იმ სამხედროების, ოფიცრების, ჯარისკაცების, იმათი ოჯახის წევრების შესაბამისად. ლაფი მიეცხა შეიარაღებულ ძალებს. ყველაფერი უნდა იქნეს გამოძიებული ბოლომდე. ერთხელ და სამუდამოდ, რომ ყველას გაუქრეს ილუზია აი ახლა და აქედან 50 წელიწადში. რომ საქართველოში როდესმე შესაძლებელია მსგავსი რამის მიღწევა. მუხროვანის საქმეში მონაწილე ჯარისკაცები ხელახალ სასამართლოს და სრულ რეაბილიტაციას ითხოვენ.